მეგობრებო, ვიმყოფებით წინვალე ტერიტორიაზე კახეთის მხარესა ვართ. გამოჩნდნენ ქართველი მონადირე მანდილოსნები და გთხოვთ რომ მივესალმოთ მათ. ტოფის როლა იცით? რა თქმა უნდა. ვისკენ იქნება იღბალი? შემიძლია შენ დაგით. კაი ტახია ვინ შეძლო მონადირება? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით, ბატონო მარლინე. მეც მოგესალმებით, ჩემო გოგა. გილოცავ დღევანდელ დღეს. ხო იცი დღეს რა დღეა? არა? დღეს არის ტახზე ნადირობის დღე. ეს არის ტახის მოპოვების დღე. დიახ, მეგობრებო, ვიმყოფებით წინვალე ტერიტორიაზე კახეთის მხარესა ვართ. ეს არის ნადირული ქვია მეურნეობას და წინვალე ტერიტორია, წინვალე შენობებით, წინვალე ხალხით, სტუმრებით, მასპინძლებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთივე წინვალი ნადირობა გვექნება დღეს. ბევრმა თქვენთაგანმა ეს მეურნეობა იცით, ივრის ჭალების სახელწოდებით, სანამ ბატონი გოგი თოფაძის იყოს ეს მეურნეობა, შეიცვალა მენეჯმენტი, შეიცვალა დასახელება და იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა მომსახურებაც და ნადირობაც. ნახეთ, ჩემო მეგობრებო, როგორი საინტერესო სამაჯურებია. ნადირული. ტერიტორიიდან გადიხარ თუ არა, გირტყავს 200-ს. ეს ხუმრობით. ცოტა სუსხი გვაქვს. მასპინძლებმა ცეცხლი გაანთეს გარეთ. ბიჭებით ფებიან, ცხელ ყავას მივირთვავთ, ველოდებით დამატებით ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ 1.5 საათში უკვე გავალთ და საქმეს შევუდგებით მე და შენ. შენ როგორ ფიქრობ დღეს ვისკენ იქნება იღბალი? ძალიან რთული სათქმელია, მე როგორც ყოველთვის დიდსულოვანი ვარ და შემიძლია შენ დაგით. ყველა ჯერზე რამდენჯერაც დამითმე, ხო ხედავ რომ სულ მევყოცავ არა. მე შეგარგოს ღმერთმა, კარგია, კაცო, თავარია მოვინადირო. შენ დააკვირდი ჩვენ გამოვწერებს რომ წყინს ზოგიერთებს. არა, ბიჭო, არც მიჩანგრავ გოგასო და. არა, აღნიშნავი რომ მარლენი ნომერში გამოგირეკავ შენ. არა, ბიჭო, აღნიშნავი რომ მარლენი ყისმათა არისო და მე მიხარია ეგ ისე რომ შენ სულ ცდილობ რომ მე გამიმართლოს. რა თქმა უნდა, მე ეს ძალიან მიხარია, მინდა გითხრა. მეც ანალოგიურად ვეცდები დღეს, რომ ბედი იყოს შენსკენ. ჯო ხა ისე გამოგდის თითქოს ის იყოს რა ქვია, ბურთი და შეგიძლია რომ გაუგორო პასი მოეცე. დაველაპარაკები ნახეთ პირველი. გაცუნცულდი იქითქა თქო. ძალიან ჩემო მეგობრებო, მალე ვიხილავთ ერთმანეთს კი. ნომერში შეხვედრამდე. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, უყურეთ. ეგ კი ნაღამ მეც დამავისყრა ახლა. არა და აუცილებელია. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით ნადირულში. დღეს ძალიან საინტერესო დღეა. პირველ რიგში იმიტომ რომ მონადირეების გვერდზე როგორც იქნა გამოჩნდნენ ქართველი მონადირე მანდილოსნები და გთხოვთ რომ მივესალმოთ მათ. დღეს ნადირულში ინადირებს ფოლადის სახლის გუნდი. იქნება ძალიან საინტერესო დღე. მთლიანად დილიდან დაწყებული საღამომდე დამთავრებული. ზეზვა აგვიხსნის უსაფრთხოების წესებს. პატივცემული ლექსო აგვიხსნის და გვეტყვის დღეს რაზე ვნადირობთ, რას ვესვრით, რას არ ვესვრით და ყველა დანარჩენ იმ აუცილებელ რაღაცას რაც უნდა გავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას. მაგარი დღეა, ზიანი, თბილი და მაგარი ნადირობა გველოდება წინ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის უსაფრთხოება, როგორც კი მივალთ კოშკურებამდე, კოშკურაზე ასვლის შემდეგ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ თოფების მომზადება, დამუხტა და იქამდე სანამ არ დამთავრდება ნადირობა, არავინ არ დატოვებს კოშკურას. მორეკვით მიდის დღეს ნადირობა და აუცილებელია რომ უნდა მოხდეს მრეკავების გამოსვლა, რომ მორჩება ეს პროცესი
ისე როგორც დაგაყენებთ ნომრებში ჩამოგივლით თითეულ თქვენთაგას და მე მოხდება თქვენი კოშკურიდან ჩამოსვლა და სანამ კოშკურას დატოვებთ თოფი უნდა იყოს განმუხტული ყველასი. ეს არის აუცილებელი პირობა, რომელიც უსაფრთხოების წესებში არის კაცრად გაწერილი. ერთ რაღაცას დავამატებ, თუ შეიძლება, ტყე გაკვეულნაცვლად სარიელია უკვე ფოთოლი ჩამოცენილია, მაგრამ ხშირად ძაღლები მოდიან ჩუმად კვალზე. ხანდახან არ არის აუცილებელი რომ ყეფაყეფით მოდიოდეს და ხშირ შემთხვევაში გამოდის ძაღლი ფაჩუნით, ასე რომ ვთქვათ, რა და სანამ ობიექტი სრულყოფილად არ იქნება არ დავინახავთ რა არის, ხონა იქნება რომ გასროლა არ განხორციელდეს რა. დღეს იქნება ტახზე ნადირობა, არ ვესვრით შველს, არ ვესვრით დედაღორს, დანარჩენი მტაცებელს ვესვრით მგელს, ტურას, ტახს ვესვრით აუცილებლად და თუ იქნება ბურაკი ამე მაგ ზომის, არ არის პრობლემა, ესროლით რამდენსაც შეძლებთ. თავარი არის დედაღორს არ ესროლოთ და შველს. დანარჩენი ტურა, მგელი, ტახი თავისუფლად შეგიძლიათ მოინადიროთ რამდენსაც შეძლებთ. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. და დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება საკმაოდ უკვე პოპულარული და გამოცდილი მონადირეებით დაკომპლექტებული არხი ნადირობა და მინდა რომ მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მეგობრებს ჩვენთან ერთად დღევანდელი დღის ლამაზად შექმნისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. მეგობრებო, სანამ ნადირობას დავიწყებთ, ცოტა საჭმელს მივირთმევთ, მოვძლიერდებით და μετά შევდგებით ნადირობას. მეგობრებო, საჭმელი მივირთვით, ცოტა მოვძლიერდით და ეხლა ვემზადებით იმისათვის, რომ უკვე დავიძრათ ნომრებისკენ. მე ხა ვუყურებ ეს საკმაოდ ძველი იარაღი არის. რა იარაღი არის? ეს არის I-77 რუსული ძველი. ვაუ. Handmade-ია, კონდახი აქვს შეცვლილი, მორგებულია. ის გაკეთებია, ხო არის? არ ვიცი, ვერ კეთვით. ზუსტად არ მახსოვს რა. საკმაოდ ესე პატარა ტანის ადამიანისთვის არის კარგი და კარგად ჯდება მხარს. შემოგევლე გულში. სახელი? გუგარი ჩემი სახელი. ხოლმე სახლის თანამშრომელი. კარგ დღეს გისურვებ ჩემო. აი ხა, ასევე, წარმატებული ნადირობა. რამდენი წლის ახალძია? 14. პირველად ხარ სანადირო? არა, რა პირველად. 10 წელი ნადირო. რამდენიდან? 10 წლიდან ნადირო? შეგერაცვალე. კაი. კაი დღე ქონებოდეს დღეზია. ოჩახა. სანადირო პირველად ხარ? დიახ. კადია გინადირიათ? არა. მაგრამ თოფის როლა იცით? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამ დასახელებით ამ სანადირო მეურნეობაში პირველ გადავარდა ძალიან მიხარია და სანამ ივრის ჭალები იყო ძალიან ხშირად ვარ ნაყოფი ჩემს მეგობრებთან ერთად და კარგი ნადირობებით ჩაგვიტარებია ჩვენ. ტახზე გინადირია. ტახზეც მინადირია, მეცაც გეტყვი, ჩემმა ძმამ პირველი ტახი აქ მოინადირა პირველივე ნადირობაზე. ველურია ტახი აქა თუ მეურნეობის მიერ გამრავლებულია? იცი რა, ვერ გეტყვი როგორ აქვს ეხლა ზეზვას, მე რამდენითაც ხვდები, მაინც ველური ტახები არის. არ მინახავს და ვერ გეტყვი.
დღეს ვნახავთ. დღეს ვნახავთ. ყველა შემთხვევაში ასე გგონია. კოშკურაზე ავდივართ და ვალაგებთ ტყუებს თოფში. მანამდე არ ვალაგებთ. თუ მოხდა გასროლა წარმატებით და თქვენ წინ არის ან დაჭრილი, ან უკვე მკვდარი ტახი, არ ჩამოვდივართ არაფრის დიდებით. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება მოინადიროთ, მოხდეს წარმატებული ნადირობა, მაგრამ კიდე მოხდეს მეორე ტახის გამოსვლა და ამისთვისაც მზად უნდა იყოთ ჩუმად და ყველაზე მთავარი რაც უნდა გთხოვოთ, ტელეფონები გამორთეთ, არ ილაპარაკოთ, იცოდეთ, რომ თქვენი დახველება, დაცემინება 500 მეტრში აქეთ და იქით აფუჭებს საქმეს რა. რაც მთავარია, არის ძალიან ჭკვიანი და აქ ძალიან გამახვილებული სმენაც და ყნოსვაც. არავითარ შემთხვევაში არ ვისვრით ჩვენ გასწრებ. ვისვრით მხოლოდ აი იმ მიმართულებით რა, აქეთ და აქეთ. და არ ვისვრით ჩვენ ზოლში, იმიტომ რომ ჩვენ ზოლში სულ მონადირეებია, კოშკურებია და ჩათვალეთ, რომ საშიშროება შეუქმნით ჩვენ მეგობრებს. მალინაბა წარმატება. როგორც ჩანს, ეს იქნება ჩვენი კოშკურა. როგორც ზეზვამ გვითხრა, დიდი ალბათობა არის იმისა, რომ აქ იკვრება ძაბრი და მეტი შანსია იმისა, რომ გატარებული თუ ვერ მოასწრეს, ასე ვთქვათ, მონადირება, გატარებული ნადირი გამოივლის აქეთ ჩვენს ნომრებში. ასე რომ გადავნაწილდებით ახლა თანმიმდევრულად. ანუ რამდენითაც ხვდები შენ მარცხენა ფლანგზე პირველი ნომერი გერგო. დიახ. ძალიან ძაბრის დასაწყისში ვართ, თუ დაბოლოებაში ვართ, მოგეთ ძაბში ვართ. ნახოთ, მე მგონი ძალიან კარგი. წარმატებულ დღეს გისურვებთ ხალხო, წარმატებულ გასროლებს და უსაფრთხოს რაც თავარია. აბა დროებით შეხვდები. მნიშვნელოვანი საკითხი. ფოლადის სახლი ჩვენს გვერდშია. წარმატებული დღე. მაგარი ხარ გაიარა. ავედი და ამოვედით უკვე ერთ-ერთ კოშკურაზე, სადაც მე და ჩვენი ლიტონის სახლის წარმომადგენელი ერთად ვიქნებით, ვინაიდან გამოცდილება ნაკლები აქვს ადამიანს და ვეცდებით, რომ მეთვალყურეობა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოთ მეგობრული მეთვალყურეობა. გადანაწილება მორჩა, ნომრებში დავდექით. გავიყავით, მარლენი დგას პირველ ნომერში, მარცხენა ფლანგზე. შემდეგ ზურამი დგას, ბოლოს მე ვკეტავ გამოსასვლელს, ჩემთან ერთად არის ჩვენი მეგობარი დევი. ჩვენ ორნი ვინადირებთ ამ კოშკურიდან. ძალიან ჯაგიანი ტყე არის, როგორც ხედავთ, მაგრამ გაკაფული აქვს ბიჭებს, რაც ხედვის და შესაბამისად წარმატებული გასროლის საშუალებას იძლევა. თვითონ კონკრეტული ან ნომრიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ ჯობია მაინც მსხვილი კარტეჩი ჩავდო პირველი ტყვია. მერე ვნახოთ რა და როგორ იქნება. აბა წარმატებული ნადირობა მისურვეთ, ვიყურეთ, გამოიწერეთ არხი. ველოდებით ნადირს, აი აქეთ ამ მხრიდან მხედველობის არეალი გვაქვს დაახლოებით. ალბათ შეიძლება ითქვას 10-15%-იანი. ეს ძალიან ცოტაა. თუ გაგვიმართლა და გამოვიდა ჩვენ თვალსაწყიერში, ვეცდებით რომ მოვიპოვოთ. დანარჩენი აქეთ მხარის უკვე მეჩხერი ტყე გვაქვს. სადაც ნადირობის ალბათობა აშკარად კლებულობს. დარჩით ჩვენთან, გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი. არ დაგავიწყდეთ. ერთი კარგი გამოსასვლელი და სასროლი აი აქეთკენ გვაქვს. მეორე წინ თუ ჩაირბინა და გზაზე თუ მოინდომა გადასვლა.
დიდი ალბათობით პირველი შენი სასროლი იქნება და არის მაგისი ალბათობა რომ აი გამოვიდეს ტრასაზე რომელიც ჩვენს წინ არის სარეკი დაიწყო სარეკისთვის პირველი ნომრები ვართ ჩვენ აქედან მოუყვებიან და სავარაუდოდ აი ესე გააკეთებენ გამორკვას ჩვენგან არის ჩამწკრივებული ყველა დანარჩენი ნომერი რამდენადაც მე დავითვალე დაახლოებით 30 მონადირე არის ადგილზე თავმოყრილი ნადირი ვერ ხედავს ნელ მოძრაობებს მე მაგალითად იქით ვიყრები ხა აქეთ კიდახოს თმაზე ნელა რო გამოაყურო და ვერ ხედავს და აი ამას უცბად ხედავს აი ეს სწრაფ მოძრაობა ეგრე ვერ ხედავს იარაღი ძაი რომ მოდის თმაზე ხა ნელა იღებ უცბად რო აი და სწრაფად რო აიღო ერევე მის ამას შეიცვლის გაიქცევა ზღვაზე თუ სმენა არ მატყუებს მარცხნივ უკნიდან ისმის ხო ძალების აი ძალიან შორს ისეთი შთაბეჭდილება არის თითქოს გადადენეს ნომრები და ღორები მარცხნივ და იქ დასტევნენ ჩვენს უკან ძაღლების ყება დაიწყო. ძაღლები ისე არმებენ, თუ ნადირს არ ხედავენ. კარგია. ყვებიან.
არა გამოვლენ კიდე კაცო ჯერ ჩვენ ვართ პირველი ნომერი. ანუ ეხლა იწყება იქიდან ძირითადად სარკი რა. კიდე 1.5 საათი გვაქცენი. ტყეში შედი, ტყეში. არ მოკლა. შედი. ნომერია. დად. ურა დააყარა. საინტერესო გასროლა იყო. ნომერმა ისროლა 4 ან 5 ტყვია. თანამდებულად. ან ერთს ესროლა, ან რამოდენიმეს. კარგი დევნაა როგორც ჩანს. ხორები მოდიან, მაგრამ რაღაცა მონაკვეთის მერე უკან ტრიალდებიან, მაგრამ ძაღლები აბრუნებენ და ისევ მოდიან ნომრებისკენ. იმიტომ რომ წეღა ნაკეთ მოყავდა, მერე გაჩერდნენ და ატრიალეს და ეხა იქითკენ წამოვიდნენ და ზუსტად იქიდან ნომრებმა ისროლეს. ძაღლებსაც მაინც და მაინც რო თქვა, რომ რაღაცა დევნები ქონდათ დიდი არაფერი. ხო. სარკი გაგვცდა. სამწუხაროდ არ გამოვიდა ჩვენთან არაფერი. მაგრამ ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს. ნადირობა გრძელდება. ნომრები ჩვენ შემდეგ არის ყველა. სასიხარულო ამბად შემიძლია გითხრათ, რომ 6 გასროლა გავიგეთ. ალბათ შუის იქიდან ნომრებიდან საკმაოდ შორიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ავიმედოვნებ, რომ მინიმუმ 2 ტახი უკვე მონადირებული არის. მე და დევის ის გადაგვრჩენია, რომ მაინც ფხიზლად ვიყოთ, ჯუმად ვიყოთ და მარცხილანზეა როგორც გურულები იტყვიან, რა იცი რა ხდება. ვაგრძელებთ ნადირობას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენთანაც გამოვა რაღაც საინტერესო. ზაღლი ნახე რომ დაიწყმულა და არტყა. სავარაუდო დიდი ტახია. როგორც ჩანს, ნადირობა ამით დავასრულეთ. ეხლა ალბათ მანქანები მოვლენ, წაგვიყვანენ და სადღაც ეჭვი რომ მქონდა, რომ მე მგონი ტახია მონადირებული, მეთქი მივალთ ალბათ იმასაც ვნახავთ. თქვენს გაჩვენებთ რა თქმა უნდა. მე და ბატონი დევიკი მოვემართებით ნელ-ნელა მანქანებისკენ. ხნედ ვართ, რაც თავარია კი ბატონო. ძალიან ისეთი ნადირობა იყო, ნორმალური.
სარეკმა ფანტასტიკურად იმუშავა, არ გაჩერებულან ბიჭები. ძაღლის დევნის ხმაც გვესმოდა სამწუხაროდ შორიდან და მოკლედ დღე კარგად ვითარდება. წავიდა. გამხელაძია შესული ხედავ მორტმის მერე. რამხელაზია გამოსული, кайფე და. რამხელაზია გამოსული თქო, кайფე რა. კაი ტახია იქიდან აქ. ბიჭო, როგორ ის? საინტერესო ეგზემპლარია, ახალგაზრდა ხია. ნორმალური ეშვი აქ. იქნება 1-3 წლის, ხო, დაახლოებით ლექს. 1-3 წლის არის და საკმაოდ ჯანიანი ობიექტია, მინდა გითხრა რა. სადა აქ მორტმული, ნახე და რამხელაზია გამოხსოვილი, თან ჟაკანი აქ მოხვედრილი. თან ისეთ ადგილზე აქ მოხვედრილი ფერჩი აქ რა, ანუ ისე დილში არა აქ გავლი. იქიდან რამოდენიმე ღორი აიწია, ძაღლები რო დაადგნენ და აი ასე წამოვიდნენ რა და. ეს გონი როგორც კი დაიწყო სარეკი მანამდე წამოვიდა. იმიტომ რომ თავიდან ძაღლები რო გამოუშვა. აი ზედი ტახი სადაც აიწეხა რო ვერ გამოაგდე ის ტახი, ხო? აქედან დაიწყო თავიდან სარეკიც რა. ძაღლები და ეგრევე დააადგნენ. კი. ვინ შეძლო მონადირება? დიდო, გილოცავ, გავიგერო შენ გაგვახარე და შენ ხარ დღეს ნადირობის მეფე და თუ არ შეგაწუხებ 1-2 სიტყვით მოგვიყევი ჩვენ და ჩვენ მაყურებელს. მოკლედ დღევანდელი დღე შედგა ნამდვილად. კარგად. ჩატარდა ტახზე ნადირობა. საკმაოდ საინტერესო იყო. ძაღლების ბარეკების გადასარევად იმუშავეს აღუნიშნებს. საკმაოდ ხმაურიანი და გულის ამაჩუყებელი რო იტყვიან. ორი ღორი მოყავდა სავარაუდოდ და ერთმა იცვალა იქით წავიდა მეორე ნომრისკენ და ერთი გამოვიდა ჩვენ ნომერში და წარმატებით რა ესროლე? დავასრულეთ ნადირობა. ჩვენ აქ ტყვით ნადირობთ. ჟაკანი. ეგრეთ წოდებული ჟაკნით. კი ბატონო. რომ უნდა მოხდეს და დარჩეს ადგილზე. დაჭრილი ღორის წასვლა საშიშის არის და შეიძლება ვეღარ ვიპოვოთ და არა მონადირული ნამდვილად რა და ვეღარ ვიპოვოთ და მე ნადირის შესაჭმელი გახდეს და ამიტომ ტყვით ნადირობ ჩვენთან. დიდო, რა მაინტერესებს? შენი გასროლები მე მესმოდა და აღნიშნე კიდეც რომ ნომერში მოხდა გასროლა და სავარაუდოდ ალბათ 1-2 მონადირებული არის მეთქი რა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს გასროლები იყო, ძაღლები კიდე მუშაობდნენ, ისეთ დაბეჭდილება დამჭა რომ შემოbrunდნენ და კიდე დევნაში. კი, აი სავარაუდოდ 2 ან 3 მოყავდათ და ანუ გაიყო. ერთი წამოვიდა ჩემთან ნომრისკენ, რაც გამოვიდა და დავტოვეთ ადგილზე და დანარჩენებს უკვე ძაღლები ედგნენ და ვეღარ გამოიყონეს ალბათ დიდი ტახები. არა და რო გამოსულიყვნენ, კარგად ჩაკეტილი ქონდა ხეობა და სხვაებიც ვინადირებდით, მაგრამ რაც თავარი არის, როგორც შეაღნიშნე, ნადირობა შედგა ნამდვილად ვინადირეთ და ხალხსაც ძალიან სიამოვნებს, რამდენადაც მეუყურებ, ძალიან ბევრი დაკავებული არის ეხლა თევზაობით. კალმახებია გაშვებული ნაწილ ტბორებში, ნაწილი არის დიდი ლოქო, ამური, ფაზანი, კარპი. შვენიერი. ანუ სრული ასორტიმენტი გაქვთ იმ თევზების, რაც საქართველოში არის. კი ბატონო. ჩემგან განსხვავებით მარლენის მოწადინებული არის თევზაობაზე, დარწმუნებული ვარ უკვე ხა სადღაც იქ არის და ანკესი უჭირავს ხელში და ჩავიდეთ და ვნახოთ რა შევა. უბალეშიკოთ. წავიდეთ უბალეშიკოთ, სანამ მეორე განყოფილებას დავიწყებთ. კი ბატონო. ხალისიანი ნადირობის შემდეგ გადმოვინაცვლეთ სათევზაოდ და ეხლა ნახოთ როგორია
ერთი უკვე არის. ერთი უკვე გვყავს. აჰა, ნახე, ფართხალებს, ამოწი გაუბედე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ნადირობის ძირითადი ეტაპი დასრულდა, როგორც ხედავთ, მონადირებული არის მშვენიერი ახალგაზრდა ტახი. ნადირობის მეფე და დღევანდელი დღის შემოქმედი ბატონი დიმიტრი. მადლობა გადაუხადოთ ნადირულს, მადლობა გადაუხადოთ არხ ნადირობას და თლიან გუნდს, რომელმაც დღევანდელი დღე ფანტასტიკურად შექმნეს. მადლობა ყველა თქვენთაგანს. ბიჭებო და გოგოებო. მადლობის იქით რა გვეთქმის შემომავლენ, მშვენიერი დღე გავატარეთ. გადასარევ ხალხთან ერთად, გადასარევი ნადირობა შედგა, გადასარევად იმუშავა სარეკმა და ლოგიკური შედეგიც დადგა. ტახი მონადირებული არის. დიმიტრიმ ზუსტი გასროლით გვასახელა და მოგვიტანა პური ჩვენი არსობისა დღეს. დღეს შიურები არ დავრჩებით. კიდევ ერთხელ მალენ დავაფიქსიროთ, რომ ყველაზე საგულისხმო ნადირობა ალბათ, იმიტომ არის ეს ნადირობა, რომ ქალბატონები გვიმშვენებდნენ გვერდს, იდგნენ ნომრებში და ჩვენთან ერთად ჩვენს სწორზე ნადირობდნენ. დღე მშვენივრად დასრულდა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ჩვენს გარშემო და იმიტომაც გამოვიდა ასეთი ლამაზი დღე. გამოიწერეთ ხალხო ჩვენი არხი, იმეგობრეთ ჩვენთან და რა ვიცი, ფიქრობ ღირს სანადიროდ ზიარები. ინადირეთ ჩვენთან ერთად, დარჩით და გვიყურეთ. დროებით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.